საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა. დღეს ახალ ამბებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის გამო გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ. ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა რუსთავში მცხოვრებ ავალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს პირადად გააცნო. რა ითვალისწინებს შეღავათების პაკეტი და რა პრინციპით გადაიხდიან რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები. ბუნებრივი აირის გადასახადს ქრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტში. Tuvimos avalიანება, მრავალშვილიან ოჯახების სოციალურად დაუცველი ახის კაცი ზელოდიანად და ბუნებრივი აირი არ გაითიშება. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამინისტროს ახალი ინიციატივა ავალიშვილების სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს პირადად გააცნო. შეღავათების ახალი პროექტის მიხედვით მსგავსი კატეგორიის ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ. დაგროვილ დავალიანებას კი ეტაპობრივად გაზაფხულიდან დაფარავენ. ვისაც აქვს დავალიანება და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მათთვის მოხდება განწილვადება და გრძელვადიანი გრაფიკი მიეცემა იმისთვის, რომ ზამთარში მათ ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მისცეს. ამ პროექტით უკვე სარგებლობს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები და მისასალმებელია ის, რომ რეგიონშიც გაკეთდება იგივე და მადლობა მინდა უთხრა კომპანია სოკარს თანამშრომლობისთვის. Ამ შემთხვევაში არის ის, რომ თქვათ სოციალური შემოსავალი, თქვათ მოსახლეობის და გადასახადი თარიღებში ვერ ემთხვევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამიტომ ხდებოდა თქვათ გამორთვები, მერე ჯარიმა არის გამორთვის შემთხვევაში და ეს მომენტი დაეხმარება, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში როგორც წესი მოხმარება მეტია გაზის და ზაფხულის პერიოდში გაცილებით ნაკლები. შესაბამისად დაბალანსებას მოახდენს მოსახლეობა. ზამთრის პერიოდში რა თქმა უნდა შვება იქნება ამ ხალხისთვის, ანუ ის დავალიანება რაც დაუგროვდებათ ზამთრის პერიოდში გადანაწილდება მთელი წლის განმავლობაზე. ოჯახის დიასახლისი ეკატერინე ჯაჭვაძე ამბობს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. მრავალშვილიან ოჯახების ტვირთი ძალიან ძიმია, ხო, როგორც ფიზიკური დატვირთვა მეტი გიწევს, ისე ფინანსური, სოციალური. და რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც ჩვენნაირ ოჯახებს წაადგება, მისასალმებელია. ეს მოულოდნელიც იყო. გვესმოდა რომ რაღაცებს აპირებდნენ ახლანდელი მთავრობა. მაგრამ მაინც რაღაც ისე ცოტა ეჭვით უყურებდით, მაგრამ პირადად ახლა მინისტრი რომ მობრძანდა და მოგვახსენა, რა თქმა უნდა გაგვიხარდა. გარკვეული შეღავათი იქნება ჩვენთვის და ჩვენაირი ოჯახებისთვის. შეღავათების პაკეტი დამატებითი სერვისების უსასყიდლოდ მიწოდებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ კი სოციალურად დაუცველთა კატეგორიის ოჯახი მიიჩნევს, რომ მათ ბინებში ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკა გამართული არ არის, სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები ტექნიკის გამართულობას უფასოდ უზრუნველყოფენ. ჩვენ 47,000 აბონენტი ყავს რუსთავში, ხო? და როგორც დღეს გავიგეთ, 32,000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი. ნუ აბონენტებში ეს ალბათ 10,000 ან 15,000 ოჯახს მოიცავს. ხო და როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ხო, ესე იგი იმ ოჯახებს, რომელიც სოციალურად დაუცველია და კულები არ ყოფნის, ხო, ჩვენ გაუცილვადებთ დავალიანებას და ზამთრის პერიოდში სიცივები როცა იქნება, არ გაუთიშავთ გაზს. ამ დროის მონაცემებით ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 12,000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. მერაბ გოგსაძის დაკავების ფაქტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურად ადასტურებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით გოგსაძე მოქალაქისგან მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ამერიკული დოლარი აიღო. დღეს ქრონიკამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსთან სატელეფონო კომენტარიც ჩაწერა. საგამოძიებო სამსახურმა დევნილთა სამინისტროსთან ერთად გაატარა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შედეგადაც ქრთამის აღების ფაქტზე ამავე სამინისტროს ქვემო ქართლის მცხეთა-მთიანეთის და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი მერაბ გოგსაძე არის დაკავებული. დადგენილია, რომ მრავლდებულმა მოქალაქის გამოართვა 1000 დოლარი. რის სანაცვლოდაც პირდებოდა, რომ საცხოვრებელ ბინას გადასცემდა უსასყიდლოდ. საღნიშნული დანაშაული დაკვალიფიცირდა 328 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის და ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 11 წლამდე ვადით. მერაბ გოგსაძის დაკავებასთან დაკავშირებით ქრონიკამ პირველი სატელეფონო კომენტარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილესთანაც ჩაწერა. შოთა რეხუიაშვილი ბენეფიციარებს მოუწოდებს არ შევიდნენ დანაშაულებრივ გარიგებაში და მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამინისტროს ხელხას.
ქთამის აგების ფაქტზე დაკავებული იქნა რეგიონალური სამმართველოს უფროსი, ჩვენი სამინისტროს მერაბ გოგსაძე. სამწუხაროდ კვლავ გვიწევს გავაკეთოთ პრევენციული განცხადება ჩვენი ბენეფიციარების საყურადღებოდ და გავაფრთხილოთ ისინი არავისთან არ შევიდნენ დანაშაულებრივ გარიგებაში, რადგან შეუძლებელია ამ გზით მათ თავიანთი საყოფაცხოვრებო პრობლემები გადაჭრა. ერთხელ კიდევ ხაზგასმით ვადასტურებთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც სამინისტრო იღებს, არის მიღებული კომისიურად, რაც ეხება დევნილთა გრძელვადიან განსახლებას და ამ კომისიაში არის საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა. კომისიის წევრები არიან 4 მოადგილე მინისტრის, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისიდან და დონორი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს არის სრულად დამჭვირვალე და გახსნილი პროცესი. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხზე იმსჯელეს. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ერთ-ერთი საკითხის განხილვა, რომელიც კომისიაზე მოსახლეობის მიერ წარდგენილ წერილს შეეხებოდა მომზადებლობის გამო სამომავლოდ გადაიდო. სხდომაზე გამოტანილ და კომისიის წევრების მიერ მხარდაჭერილ 2 საკითხზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები ბიუროს და საკრებულოს სხდომების გავლის შემდეგ მიიღებენ. საკითხი რუსთავში ბამბის საწარმოს გახსნის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით ინვესტიციების მოზიდვის შესახებ მომართვა იყო ეკონომიკის სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი თვითმმართველობის, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული და ეს საკითხი დადებითად იქნა გადაწყვეტილი. რუსთავში თავისუფლად მოსიარულე პირუტყვი და ქალაქის სტატუსი, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერათ ვიცნობიერებს. ფერმერები პარკებსა და სკვერებში შინაური ცხოველის საბალახოდ გაშვებას არ ერიდებიან. იმის მიუხედავად, რომ ზედამხედველობის სამსახური დაუდევარ მეპატრონეებზე საჯარიმო სანქციებს ახორციელებს, ქალაქში მოსეირნე პირუტყვის რაოდენობა მაინც არ მცირდება. 66 წლიანი ქალაქის სტატუსის მიუხედავად ძროხები და ცხენები რუსთავში ისევე ბალახობენ, როგორც ჩვეულებრივ საძოვრებზე. სად არის გამოსავალი? კანონით საზოგადოების დაჯაში თუ მოქალაქეობრივი თვითშეგნები ამაღლებაში. თამარ ლოლაძის სიუჟეტი. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა დაიწყო. თითქმის მაშინვე ჩაიყარა საფუძველი თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1958 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. ამავე წელს დაარქვეს რუსთავის პირველ ქუჩებსაც სახელები. ეს კი ჩვენი ქალაქის დღევანდელი რეალობაა. მიმდინარე წელს რეაბილიტირებულ ლეონიძის სკვერში ადგილობრივებს მსხვილფეხა საქონელი აქამდე შეუნიშნავთ, თუმცა ცხენი საბალახოდ თავის ნაშიერთან ერთად ამ ადგილზე პირველად გამოჩნდა. ალბათ ეყოლება თავის პატრონი და უნდა დაეპატრონოს. თქვენ მოგწონთ როცა? არ მოგწონს, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით უნდა იყოს სპეციალური მეთვალყურეობა, რომ არ გადმოვიდნენ ესე ტროტუარზე პირდაპირ და მე ძალიან საშინელი სანახავია. ხშირად ხედავთ ქალაქში? კი, საკმაოდ ხშირად არიან აი პარკში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზედამხედველობის სამსახური დღის განმავლობაში მსგავსი ფაქტის გამო არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას აკისრებს, ცხოველების სკვერებში საბალახოდ გაშვებას მეპატრონეები დღემდე არ ერიდებიან. მხოლოდ მიმდინარე წელს ქალაქში უყურადღებოდ გაშვებული მსხვილფეხა ცხოველისთვის 36 მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდა. სამწუხაროდ მაინც ხდება ასეთი ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ წელში უკვე ასეთი 36 ფაქტი გამოვავლინეთ და 36 პიროვნება დავაჯარიმეთ, სამწუხაროდ მაინც ხდება, მაგრამ ჩვენი სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების ზეება და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად აღმოიფროს ქალაქში. ვიდრე პირუტყვის არაკეთილსინდისიერი მეპატრონეები მხოლოდ საკუთარი საქონლის კომფორტზე ზრუნავენ, ესთეტიური თვალსაზრისით რუსთავისთვის ქალაქის სტატუსის სიმყარე მსგავსი კანონდარღვევების პარალელურად დღითი დღეს უსტდება. მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ორგანიზებით რუსთავის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ქალაქის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისგან რჩევები და წინადადებები მოისმინეს. როგორც გაერთიანების დამფუძნებელმა განმარტა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. იმდენი თემაა გასავლელი მოსწავლეებთან ერთად, რომ ნეტა მოგვასწრებინა და ნეტა გავაკეთებინა. ბავშვები არიან ძალიან ნიჭიერები,
მოწადინებულები იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ საქართველოს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქალაქის სასიკეთო საქმეები, დავსახეთ არაერთი გეგმა, მათ შორის სოციალურ სფეროში, სადაც არაერთი მათი თანატოლები არიან გაჭირვებულები ცხოვრობენ და მათ თანადგომა და ახმარება, ეს საკითხები გავიარეთ სკოლებში, როგორ უნდა მოხდეს 1000 სხვა თემების განხილვა ჩვენ შევთანხმდით. ამ კრიტერიუმებზე თაობას, რომლებიც იზრდებიან და ვითარდებიან, მათ შეხვდა საკრებულოს წარმომადგენლობა, მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი სოსო პიროზია ცეხნიშვილი და ქალბატონი ნაზალი კოიშვილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მიმართულება უნდა განვითარდეს და მხარს უჭერენ თვითმმართველობის განვითარებას და ახალგაზრდა თაობის განვითარებას ქალაქში ზოგადად, სხვადასხვა პროგრამების დამატებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ განვითარებას და მუშაობას ერთგვარად, რომელიც აუცილებელია ქალაქისთვის. ყველა ის კარგი ინიციატივა, რაც იქნება მოსწავლეთა თვითმმართველობიდან, ქალაქ რუსთავის მერია და ასევე საკრებულო მზად არის, რომ ხარი დაუჭიროს და ყველანაირად გვერდში დაუდგეს და თუ შეიძლება ითქვას, სულის ჩავეროს იმ ყველა ხორცშესმაში იმ ინიციატივების, იმ აქტივობების, რასაც ისინი ახორციელებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში წინ გადადგმული ნაბიჯისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა დეპუტატებს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის. საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო დეპუტატებს. მართლაც ძალიან კარგი დემონსტრირება იყო იმისა, რომ დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად სრული დემოკრატია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტის მიზანი სამხედრო საქმესთან დაკავშირებული თემატიკის კვლევაა, რომელიც საფუძვლიანად დღემდე არ არის გამოკვლეული. დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტში გამარჯვებული ახალგაზრდა მკვლევარები გამოავლინა. მინდია ჯანელიძემ, ლანა გაბრიაძესა და დიმიტრი სილაქაძეს პროექტში გამარჯვება მიულოცა, შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და სამხედრო კვლევაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებენ ძალიან საინტერესო და ვფიქრობ საჭირო პროექტს. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობას იმისათვის, რომ უკეთ იქნა შესწავლილი საქართველოს სამხედრო ისტორია. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ვიყო ამ პროექტის მონაწილე, მით უმეტეს, როდესაც ჩემ პროექტი ეხება ისეთ ნაკლებად შესწავლილ თემას, როგორც არის საქართველოს სამხედრო ისტორია და კონკრეტულად შუა საუკუნეების ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ბაღში ასახული აღჭურვილობის იკონოგრაფიულ და სტილისტურ კვლევას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განსაკუთრებით ნიჭიერე ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადასცა. 2014 წელს საქართველოს მასშტაბით 1208 ოქროსა და 872 ვერცხლის მედალი გაიცემა. პროგრამის მიზანია აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა. ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, რომელსაც ქვია განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა, დღეს ვაჯილდოვებთ სკოლის მოსწავლეებს, ვინც საუკეთესო შედეგები აჩვენა. სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ქრონიკა ეთერში კულტურის სიახლეებით ბრუნდება. ქალაქის ისტორიულ მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა. რუსთავის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს მუზეუმში გამოფენილი ეთნოგრაფიული ექსპონატების დათვალიერება შეეძლებათ. პროგრამაში მონაწილეობა დღეს მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მუზეუმის დარბაზში გამოტანილი მასალები მე-19 და მე-20 საუკუნით თარიღდება. ნივთების დათვალიერება მოსწავლეებს 2 თვის მანძილზე შეეძლებათ. ამასალის დანიშნულება არის არა მხოლოდ დავათვალიეროთ, არამედ გავიაზროთ და შევისწავლოთ. უპირატესად მე-5 მე-6 კლასელებზე იქნება გათვლილი ეს შესწავლითი პროცესი. იმიტომ რომ სწორედ ამ კლასის ბავშვებთან ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის დაკავშირებული სწორედ ეს მასალა, ეთნოგრაფიული მასალა. ვნახეთ სახლის მაკეტი ძალიან ლამაზი და ასევე სხვადასხვა საკრავები მუსიკალური, რომელიც მე-20 საუკუნის გასულს არის აღმოჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
რა თქმა უნდა, ძალიან დაგვაინტერესა და მოგვეწონა ყველაფერი, რაც ნახეთ. რუსთავის კულტურის სახლში ახალი სპექტაკლისთვის მზადებები მიმდინარეობს. პატია მეგობრები ასე ქვია ნიკო ლომოურის ნაწარმოებს, რომელზეც რეჟისორი გეგა ქურციკიძე მუშაობს. ერთმოქმედებიან დადგმაში რუსთავის თეატრალური დასის 6 მსახიობია დაკავებული. ამ ეტაპზე კულტურის სახლში სამაგიდო რეპეტიციები მიმდინარეობს, პრემიერა თვის ბოლოსთვის იგეგმება. ეს იქნება საბავშვო სპექტაკლი ჩვენი პატარა მაყურებლისათვის, ერთმოქმედებიანი, რომელშიც დაკავებულია ჩვენი კულტურის ცენტრის და თეატრალური განყოფილების ლიტერატურულ საბავშვო თეატრის მსახიობები, სპეციალურად სპექტაკლისათვის და პიესისთვის ბატონმა ვახტანგ გალავიძემ სიმღერისათვის ტექსტები შექმნა, მუსიკალურად ორიგინალურ მუსიკაზე ბატონი ლევან რუსია იზრუნებს. რაც შეეხება სპორტის სიახლეებს. რუსთავის ხარების 3 მორაგბე საქართველოს 7 კაცა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ბექა ბებიაშვილი, დავით გულიტაშვილი და თორნიკე თეგეთაშვილი ნაკრებ გუნდთან ერთად მზადებას დუბაის საერთაშორისო ტურნირისთვის გადიან. შეჯიბრი 5 დეკემბერს დაიწყება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს 7 კაცა ნაკრები დუბაიში ხვალ გამთენისას გაემგზავრება. დუბაის ტურნირი არის მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ტურნირია და 2 დღიანი ტურნირი არის და 3 რუსთაველი მივდივართ და ვნახოთ გეგმებს რაც შეეხება, ვემზადებით, ვარჯიშობთ და იმედები გვაქვს, რომ ნორმალურად ჩავატარებთ. პირველად გამოგვიძახეს, რავი, რუსთავიდან 3 კაცი, პირველად მივდივართ 7 კაცაზე და ჩვენთვის დიდი სტიმული არის ეს და რავი, შევეცდებით გავამართოთ ეს ყველაფერი და კარგად ჩავატაროთ ეს ტურნირი. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წლის ბოლო შეჯიბრი გაიმართა. ჩემპიონატი ჩქაროსნულ სლალომში შედგა. შეჯიბრში გამარჯვებული არჩილ ბიძინაშვილი გახდა, მეორეზე გიგა ბიძინაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე სანდრო თავართქილაძე გავიდა. საქართველოს საავტომობილო ასოციაცია ამჟამად გალავ დაჯილდოებისთვის ემზადება, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება. დავასრულეთ სეზონი და უკვე ვემზადებით გალავ დაჯილდოებისთვის. ყველა მრბოლელი, ვინც იღებდა მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობას და მით უმეტეს ვინც საფრთხო ადგილები დაიკავა, ელოდება სწორედ გალავ დაჯილდოებას, რომ ის ვისაც შრომობდა, მოიმკოს და მიიღოს თავისი საფასური ჯილდო. ახალ სეზონს დავიწყებთ სამოყვარულო შეჯიბრების ტესტით. ეს იქნება წრიული რბოლა მოყვარულთა შორის, ეს ახალი ფორმატია. პირდაპირ ეთერში ბრუნდება გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით ვაგრძელებთ. შეტაკებები მექსიკის ქუჩებში გაღიზიანებული დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა რამდენიმე შენობაზე შტურმი განახორციელა. ისინი ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, რომელიც სწორედ დღეს აღნიშნავს პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის მეორე წელს. დემონსტრანტები ქვეყნის ხელმძღვანელობას უმოქმედობასა და დაკარგული 43 სტუდენტის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ანალოგიური აქციები გაიმართა მექსიკის სხვა ქალაქებშიც. ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa მფრინავების გაფიცვის გამო დაახლოებით 1000 შიდა რეისი გადადო. ცვლილებები შევიდა 4 შაბათსა და 5 შაბათს დაგეგმილ რეისებშიც. პროფკავშირებმა გაფიცვა მფრინავების პენსიაზე გასვლის საკითხთან დაკავშირებით გამოაცხადეს. ისინი არსებულ პირობებს არ ეთანხმებიან, გაფიცვა საქართველოსაც აისახა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისი, მიუნხენისა და მიუნხენი თბილისის მიმართულებით ფრენები დროებით შეჩერებულია. რეისები დღეს და ხვალ არ შესრულდება. 5 ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში უამინდობის შედეგად, არიან დაშავებულები და დაკარგულებიც. 3000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. მთავრობა საგანგებო ზომებს მიმართავს. მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურები, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ პანიკა არ შექმნან და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. სტიქიის ზონაში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. ახლა ნახოთ როგორი ამბია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. Salqeში მოსალოდნელია დღისით 1 ღამით -3 გრადუსი. თეთრი წყაროში დღისით 2 გრადუსამდე გათბება, ჰაერი ღამით -2-მდე დაიწევს ტემპერატურა. თმაში დღისით 1 ღამით -6 გრადუსი ყინვა მოსალოდნელი, პოლონში დღისით 3 გრადუსი სიფო იქნება, ღამით -2 გრადუსი ყინვა. რაც შეეხება მარნეულს, აქ დღისით 4 გრადუსი, ღამით 0 იქნება, თბილისში დღისით 4 ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი. გარდა მაშინ ავარაუდებია დღისით 5 ღამით 0 გრადუსი, ხოლო ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით 5 ღამით 0 გრადუსი იქნება. ეს იყო ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ქრონიკა ამით დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს, გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.